კოლეგებო, დავიწყოთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხდომა. იგარეში სესიაზე ბოლოს ხდომა გვაქვს, დაჩქარებული წესით განსახილველი რამდენიმე კანონპროექტია, რომელიც უკვე გვაქვს სასახულის შესაბამისად დღესასრიგში, გთხოვთ რომ დავამტკიცოთ დღესასრიგი. დიდი მადლობა. პირველი გახლავთ უცხოელთა და მოქალაქეების არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონშრომების შეტანის თაობაზე თანდართულ კანონპროექტთან ერთად. გთხოვთ ბატონო. გმადლობთ ბატონო არჩილ, ძვირფასო კოლეგებო, წარმოგიდგენთ მესამე მოსმენით უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებას და ამავე პაკეტში შემავალ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონის პროექტს. გაცნობებთ, რომ იურიდიულ დეპარტამენტთან კონსულტაციების შედეგად პროექტმა განიცადა ტექნიკური, გარკვეულწილად რედაქციული შესწორებები, რა თქმა უნდა, შინაარსის ცვლილების გარეშე, თუ არის დამატებითი ასევე რედაქციული შემოთავაზებები, ბუნებრივია, მზად ვარ დისკუსიისთვის. კი ბატონო, მუხლობრივად გავუყოთ მუხლი პირველი. აქაც ხომ არის წარმოგდგენილი არის. დიახ, თუ იქნება შენიშვნები და მოსაზრებები, სამხ კოლეგებს შექმნება შესაძლებლობა, რომ დასვან კითხვებიც. მუხლი მეორე, ხომ არ არის ასეთი შენიშვნა მოსაზრება, ასეთი არ გახლავთ. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კოლეგებო, მუხლი პირველი, ხომ არ არის შენიშვნები, მოსაზრებები, არ არის ასეთი. მუხლი მეორე, არ გახლავთ. შესაბამისად, პაკეტი ამით განხილული არის. შემდეგ გახლავთ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. ესეც თქვენი გამოსატანია ბატონო. კი ბატონო, გმადლობთ. წარმოგიდგენთ ასევე მესამე მოსმენით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტს და თამდევ კანონის პროექტს საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე. ამ შემთხვევაშიც საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტთან იქნა კონსულტაციები გავლილი და სათანადო ტექნიკური და რედაქციული შესწორებები არის პროექტში შესული. თუ არის დამატებითი შემოთავაზებები, რა თქმა უნდა, ასევე ამ შემთხვევაშიც მზად ვარ. თუ გექნებათ შენიშვნები, მოსაზრებები, მანიშნოთ, მუხლობრივად გავუყვეთ ამ ცვლილებებსაც. მუხლი პირველი, არც ერთი შენიშვნები არ არის. მუხლი მეორე, არ გახლავთ. მუხლი მესამე, ახაც არ არის. შემდეგი კანონპროექტია საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე. მუხლი პირველი, ასეთი არ არის. მუხლი მეორე, შემოთავაზებები არ არის. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. შემდეგი საკითხი გახლავთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ სხვა ცვლილებებთან ერთად. მე თან მოგახსენებთ აღნიშნულ ცვლილებებს ანალოგიურად იურიდიულ დეპარტამენტთან კონსულტაციის შედეგად იგი ცვლილებები არის უკვე ასახული წარმოდგენილ ტექსტში და თუ საკითხები წარმოიშვა, გლაურს თომასაც დავაზუსტებთ. თუ ეკნებათ კოლეგებო შენიშვნები, მოსაზრებები, გთხოვთ რომ მანიშნოთ. სისხლის სამართლის კოდექსში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი პირველი, თუ არის შენიშვნები, მოსაზრებები, ასეთი არ არის. მუხლი მეორე, არ გახლავთ. შემდეგი არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილების შეტანის თაობაზე. მუხლი პირველი, არ არის შენიშვნები. მუხლი მეორე, ანალოგიურად. ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე. მუხლი პირველი, შენიშვნები, მოსაზრებები არ არის. მუხლი მეორე, ანალოგიურად. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. მუხლი პირველი, მუხლი მეორე, არ არის შენიშვნები. ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მუხლი პირველი, მუხლი მეორე, შენიშვნები, მოსაზრებები არ არის. ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მუხლი პირველი, მუხლი მეორე ამოქმედების ვადასთან დაკავშირებით არ არის შენიშვნები. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მუხლი პირველი, მუხლი მეორე, არ გახლავთ შენიშვნები და ბოლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. მუხლი პირველი, მუხლი მეორესთანაც დაკავშირებით არ არის ცვლილებები და მოსაზრებები. ამით პაკეტის განხილვა დასრულებულია. შემდეგი საკითხი გახლავთ ბოლოს საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მუხლი პირველი
შენიშნები მოსაზრებები არ გახლავთ, მუხლი მეორე ამოქმედების ვალასთან დაკავშირებითაც ასეთი არ არის. ამით ჩვენი განსახილველი საკითხები ამოწურული არის. შეგვიძლია გადავიდეთ კენჭისყრის პროცედურაზე. პირველი გახლავთ უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონში სრულების შეტანის თაობაზე. თავდაცვლებასთან ერთად ვინ არის მომხრე? ერთხმად დიდი მადლობა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღუპულთა კოდექსის სრულების შეტანის შესახებ ვინ არის მომხრე? ერთხმად იქნა მიღებული, მადლობა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სრულების შეტანის შესახებ თავდაცვლებებთან ერთად ვინ არის მომხრე? ერთხმად დიდი მადლობა და ბოლო საერთო სამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში სრულების შეტანის თაობაზე ვინ არის მომხრე? ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება. დიდი მადლობა. ამით ჩვენი კომიტეტის ხდომა დასრულებულია. გისურვებთ ნაყოფიერ სამუშაო დღეს.